ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს ათასობით მოქალაქისთვის გადარჩენის ერთადერთი გზაა. მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად იძულებულები არიან ჯერ უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, გაემგზავრონ ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში და მკურნალობის მიღების მოტივით ჩაბარდნენ. ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის უფლების მოპოვების შემდეგ ემიგრანტებს უფასოდ მკურნალობენ. ასე გადარჩა ეთო ქურასბედიანი მძიმე დაავადებას გერმანიაში მას შემდეგ, რაც ოცნებამ მტკიცება დაიწყო, რომ თითქოს ონკოპაციენტების მკურნალობა საქართველოში ხელმისაწვდომია ეთო სამშობლოში დაადეპორტეს, თუმცა აქ სრულყოფილი სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა, რის გამოც მკერდის მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე ქალი, რომელსაც თან ქრონიკული ლეიკემია აქვს, თავს ისევ ესპანეთს აფარებს. ეს ძალიან ცუდად აისახება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ესე სამკურნალოდ თავს აფარებდა ევროპას. ხადზე უცხადესი მაგალითი მე თვითონ ვარ, რომ არა გერმანია და გადაწყვეტილების ძალიან სასწრაფო წესით მიღება და იმათი მკურნალობა რო არა, მე ნამდვილად არ ვიქნებოდი დღეს ცოცხალი პაციენტი ბავშვები, რომლებსაც მესამე მეოთხე სტადიაზე უძლური რო იყო იქ მედიცინა და აქეთ უშუალოდ ძალიან ხშირია კიდევ იმის ფაქტები, რომ არასწორი დიაგნოზი ისმება და აქ შველი ვიზა ლიბერალიზაციამ გადაარჩინა სალომე გიორგაძე, ავსტრიაში აგრესიული კარცინომის მქონე ქალი, მას შემდეგ წავიდა, რაც ჩვენთან სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, არასწორად უმკურნალეს და რეციდივი დაიწყო. რომ არა უვიზო მიმოსვლა, სალომე ფიქრობს, რომ მკურნალობას ვერ შეძლებდა, რადგან საქართველოში დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების შემდეგ აქ მკურნალობის ვერც აზრს ხედავს და ვერც ფინანსების მოძიება შეძლო. დავტოვე შვილი, 6 წლის შვილი და წამოვედი უცხო ქვეყანაში, იმიტომ რომ იბრძოლო სიცოცხლისთვის. ახლა მოხდა რეციდივი წავიდა ფილტვებზე და ლიმფურ ჯირკვლებში. საქართველოში რომ მომხდარიყო ჩემთვის სწორი დიაგნოზის დასმა და სწორი დიაგნოზით მკურნალობა დღეს მე ამ სავალალო შედეგამდე არ მივიდოდი, იმიტომ რომ გენეტიკური ანალიზი, რომელიც სიმსივნის დასმის პერიოდში არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ამის გაკეთება, მე გამიკეთდა რეციდივის დროს. უამრავი, ძალიან ბევრი ძვირადღირებული გამოკვლევების გაკეთება დამჭირდა და აი ფინანსურად ყველა რესურსი ამომეწურა და სახელმწიფომ ამ შემთხვევაში დამაფინანსა ძალიან მინიმალურით, რომელიც არის ზღვაში წვეთი. მაიკო გოგოლაურისთვის, რომელსაც ჩვენი შშმ პირი ჰყავს, თავად კი ონკოპაციენტია, ვიზა ლიბერალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ავსტრიიდან ის მას შემდეგ დაადეპორტეს, რაც ოცნებამ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის შესახებ ტყუილი ინფორმაციების გავრცელება დაიწყო. ახლა მისი იმედი მხოლოდ ისევ ემიგრაციაში მკურნალობაზე გადის. ვერ უმკურნალეს სწორად, ვერ დაუსეს სწორი დიაგნოზი და ამის შედეგად ჩემი შვილის ინვალიდობა მოხდა. ჩავბარდით, თავშესაფარი მოგწე საქართველოდან აწვდიან იმ ინფორმაციას, რომ ანალოგიურად მკურნალობენ, არის უფასო მკურნალობა. ამის საფუძველზე მოხდა ჩვენი გამოდეპორტება. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ეს არის ადამიანებისთვის სასიკვდილო განაჩენი. ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ საფრანგეთში წავიდა მერაბ გოგუა, სადაც მას სრულიად უფასოდ მკურნალობენ და აქვს უფასო საცხოვრებელი. საქართველოში რეგიონიდან ქალაქში სიარული და მკურნალობა მისთვის შეუძლებელი იყო, ამიტომ სავიზო რეჟიმის შემოღება მისთვის სასიკვდილო განაჩენია. საფრანგეთში ჩამოსვლის პირველივე დღიდან დამიწყეს ყურადღება, ერთი წუთითაც დღემდე უყურადღებოთ არა ვარ. ევროც არ გადამიხდი, ეგ ყველაფერი გამიკეთეს უფასოდ. სახლში საფულს არ ვიხდი, არც ელექტროენერგიაში, არც წყალში, არც გათბობაში. თეო ლაშხიას დედა უმძიმესი დიაგნოზით ამ დრომდე საფრანგეთშია და რომ არა ვიზა ლიბერალიზაცია, თეო ამბობს, რომ დედის გადარჩენა საქართველოში არსებული მძიმე ჯანდაცვის მდგომარეობის გამო უბრალოდ ვერ მოახერხებდა. მოკვდებოდა, რანაირად შევძე, ვერაფერს ვერ შევძე და რომ არ წაგვეყვანა საფრანგეთში. დღეს არ მეყოლება და ფიზიკურად. აქ ფიზიკურად ვერ ხერხდება, დედაჩემისნაირი პაციენტები გადარჩნენ. წამალი, რომელიც მათ მიეწოდებათ, ეგრეთ წოდებული დაფინანსების სახით, არის უარგისი. ანუ როგორ შეიძლება ქიმია გაუკეთეს ადამიანს და პირიქით უფრო გართულდა მდგომარეობა. მომიწია ჩემი ჯიბიდან 8 თვე ყიდვა, ისკევას. სულების სიმსივნე აქ დედას და მათხოვრობდით, რომ გვეყიდა ის 450 ლარად. ოცნების ლიდერები გადავიდნენ მტკიცებაზე, რომ ვიზა ლიბერალიზაციამ კომფორტია. ჩვენ კი გიყვებით ადამიანებზე, რომლებისთვისაც ვიზა ლიბერალიზაცია სიცოცხლის ტოლფასია.